დილამშვიდობისა. ყველას მოგესალმებით. ყველას სალამი ხალხო ძვირფასებო. დილიდან ჭკუიდან მან შეშლილი ახალი იდეა მაქვს. გავიღვიძე საბოლოოდ. ჯამრთელობა, მომეცი. და всё. ყველაფერი იქნება. ზე სუპერ. ჩემი ის დასატენია. უსასმენი. და მიკროფონი. გუშინ დავტენე, შეერთე მოკლა ტევი კამე, თუმე აიტენებოდა. და ეხლა ვტენი. ამიტომ ცოტა ცუდი ხმა გვექნება ამ ვიდეოში და ძალიან სორით. მაპატიეთ. მე მაპატიეთ. ხო. წვიმიანი, ლამაზი, შვენიერი დილამშვიდობისა. მეთქი ახლა არ მითხრათ, ხო და ყავა არა მაქვს, ხო და ერთი პორცია მქონია, ზუსტად, აი. ხო და დღეს არ გამოვიწყოთ, გამახსენეთ, რა იქნება. ხარხი არა, ხარჯ გამახსენეთ. გამახსენეთ, რომ ვიყიდო, გუშინ სასთან მახსოვს, სანამ არ მოვა დრო. ჭრი, სავით. სანამ დრო არ მომივა, არ მახსოვს. მე დავჩები უყავოთ და მე იქნება მოთქმათა ბოლო ერთი. აბა რამდენი გრამია ყავა? ექვსი. კიდე არა უშავს. სავე სინტა. გრამ 7 ან რატომ წონი? ყავას კი არ უთვლი კალორიას ხალხო. იმიტომ წონი რომ ანუ 7 გრამი ყავა და 6 გრამი შაქარი არის ჩემი იდეალური ყავის რეცეპტი. იმე რომ მომწონს ეგეთი გემოსი რა. თოხლებით. აი ეს ექიმა რომ დამინიშნა პატარა გინეკოლოგიური ოპერაციო გავიკეთე, მაშინ გამოვიწერე. აქ 200 ლარი ღირდა. ხო და ხალხო ესე იგი სულ მაგ 6-7 აბი გადავიდა, გუშინ წინ ისევ დავიწყე. 2 დღეს ვი და ეხლა რომ შევხედე, აგე აქ მიდევს და გამახსენდა რომ არ დამილევია. გუშინ. გულავტანება მე თუნდაც მისწავლა, მაგის სმარად საჭიროა. შეიძლება ეგრე. ამას ხუთს გავუკეთე, იმიტომ რომ ისიც რო გქონდეს, რაც მე მიყვარს, და ყავა ნაკლებია, შაქარიც ნაკლები უნდა იყოს. თუ არა ძალიან ტკბილი იქნება. და მე ბევრს ვამაყ ვერსიას. ასე. ამთა შემოვიაროთ, 9 ზღვა გადავიაროთ. ასე. ჩემი აუჯი. Sabilis. Iki tane gazetesi ya. Ama sorduğumuz ona. Despacito. No, mesela იქ არის კარმინდა, თემსკარმინდა. ასა კარმინდა, სობა სადა. მოიცა.
დაბლით ეყვება. აღონდი საბირე ერთნი. დღეს წვიმს, დღეს ძალიან ლამაზად წვიმს, ამიტომ მე და თქვენ დილას ყავას შევექცევით აივანზე. Guarda l'uovo, le bene guarda. Egli ma ti fai sapere uas. Sempre siora bravo. მე ძალიან მიყვარხარ ჩემო მზედამთვარე. ეხლა მზეო. რა. ფენა ბათარ. უნდა ევას. უგემრიელესი. ფენა ბათარ. ეხლა მოვარ. და იქნება ფენა ბათარ. აჰა. ეხლა ფინა ბათარ წავუსვა მე ვიტუნის ისე ჭამა ხალხო ბავშვები განსაკუთრებით ევა ლია აი ნუ მარტივად მე ფაქტია რა თქმა მე ხო ის ძალიან ხასიათის ადამიანია და სანამ მომინდება Despacito. Hai, dam შვიდი ხალო, დამ შვიდი გული დაიცხრე. დედაკაცო. აუ, რატო არა კაფი? რარი? ეს რა არის? აუ, მე თქვენ ბათარ მომდა. Oh, Gianna, io vi sto pensando, io non voglio andare vicino.
ერთი არა, ორი. ის სადმა ხო. ესე. თქვენ ამაზე დაგაყენოთ. ოღონდ ეს ჯერ გავწმიდოთ, მეტად დამისველებია. თახო ხედავთ როგორია. წყალიც მინდა. სანამ ამას გავწმიდოთ, წყალი მოუშვებო გაცივდეს, მე არ ვიყავ მიგევანად გომი წყალით დალევა. არ შემიძლია. ის გავწმიდოთ, რომ კიდევ ტელეფონი შესაძლებელია, მაგრამ სავე სილისაუნი. ხალი თქვენი არ ხდება. წყალია დაუწევი. კიდე კაი არ შევარდი შიგნით. ან გაბედომეთი უთხარი და აზრობრივად სანამ სიტყვა მოასწრო თქმა და მანც გაიგო მოძრაობაში. მე ამდის ერთად როგორ წაიღებ ხან. რას ვერ შევძლებ, რას ვერ წავიღებ. რას ვერ. რა არის ესეთი რაც ვერ. არაფერი არ არის რაც ვერ. არის რაღაც რაც არ. არა, რაც ჩვენი გასაკეთებელია თორე. რაც ჩვენს ზემოთ გასაკეთებელია შემოქმედის, იმას ჩვენ ვერასდროს ვერ. მაგრამ ისიც ძალიან ბევრი რამეა, რასაც ჩვენ აუცილებლად შევძლებთ. აჰა, აბა, ეხლა ჩემი საუზმე ჩაუხდო ჩემ გოგოებს. აი, რა კარგია მერტო. ეს ჩემი სიყვარულია. ხლეფცი არის დანასტილი და აღარ არის ეს ხრაშუნა. აბა მე რომ ვიყავ ესეთია. ცოტა წყალწალამე. სივა. ნამონა მოვისხათ. ავი მოვისხათ, აუ როგორ მიყვარს არაფერს ის კაი და მეხანი არ მიჭამე, ამ რა თუ არ ჭამდი, ყოველდღე დავიწყო ისე ჭამა. გამარია. აი, ვიცი, როგორ მოყერე რა. ან ტვაშლებს ისე ფენმეც როგორ ზის, ეს როგორ ზის ნახე რა ყურადღებით ზის. ხა მე ერთად როგორ იჭდა. ასე. რა მომიდა მოვისხა ეს. აუის მოსასხამი საყიდე. აი ესეთი შავი ფერი უკვე გადაყუნებულია. და აი ესეთი მოსასხამი მაგ საყიდელი. აუცილებლად. კიდე რაღაც მინდოდა ხო? ეს უკვე საკმარისად დაიყენებოდა იმისთვის, რომ შევაერთოთ. სავე სიტომ. ანდრე ბუემენი უნდა იყიდოს? ესე იგი იმდენად დამენესტა უკანალი. ეს ხო, დამენესტა ის გარეთ ესეთი ხოდებს და ეთყობა დასველდა. და სველზე დავჯექი და გრძნობ რომ აი, სველი მაქვს ერთი ადგილი. მიყვარხარ ბაყაყუნა. ესეც
მიყვარხარ ძალიან, აუ კაია. მიყვარხარ ძალიან ჩემო მზედა მთვარე. Mesela kapağını. Böyle sen kapağını kalpirsin. ნეტარების მწვერვალი. წვიმა. გემრიელი საჭმელი. რა პატარა. და ესე დავდოთ, აი. ხაპარია. ოსტა. ნუტელა უნდა ვიყიდო და ზემოდან უხდება ვაიმე ვგიჟდები. ჩემი უსაყვარლესი სნეკია. ყველი ბოლოს ჯერ შოკო. ყველაფერი გემოვნებით გაქვს ნაყიდი, ეკა მადლობა ძვირფასო. ინგა ვაიმენინიო, კი ინგა, ესეა. ნამდვილად რა ვთქვი, ყველაფერი 100% არის. მანანა წარმატებები ნიშენ საქმეში, მადლობა ლელუ. მიგი ლამაზო, კარგი ადამიანი ხარ, ყოჩაღი გოგო ხარ, ძალიან მიყვარს ვიდეოები, შენ ლაპარაკზე ვგიჟდები. ძალიან მომწონს. ხარ ლამაზი გოგო, კარგი ძალიან მიყვარ ხარ, მარიამ მე ძალიან მიყვარ ხარ და მიხარია შენი კომენტარები. ნინო წარმატებებს გისურვებ, ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ძვირფასო. ნატო დარბაზის აბონემენტი ერთი თვე 100 ლარი და ტრენერის აყვანა 300 მითხრეს, ასე რომ ძვირი არ არის. მინდოდა შენთან მარა თავი შევიკარე, იმიტომ რომ ეს ტელეგრამი და დანარჩენი ამბები არ ვიცი რომ გავაკეთო, თორემ მთელი გულით მინდოდა. სხვათა შორის ვინც არ იცოდა ეს ანუ აი აპლიკაციებთან მუშაობა, ვისაც უჭირს, იმათ გაუჭირდათ. ხო თავიდან და ვინც აპლიკაციებთან მეგობრობს, ანუ ძალიან მარტივად რა. ხო, ძვირი არ არის, იმიტომ რომ ანუ იმდენი აქ აი მაგალითად გიწერენ გეგმას და გიშვებენ, ხო? ან მაგალითად მიდიხარ კვერს 3 ჯერ კონკრეტული საათები და გიშვებენ და აქ გათენდება დილა და დილის 9-დან გუშინ საღამოს ისევ 12 ხდებოდა რომ მე ისევ ჯგუფში ვწერდი. ანუ რამდენი საათია? 9-დან 9-მდე 12-ია. საღამოს 9-მდე. საღამოს 9-დან. ესე იგი 10 11 12 12 საათი. 900 დავუმატოთ 3. ხო არის 12. ესე იგი 12 საათი არის 9-დან 9-მდე, კიდე პლუს 3. 15 საათი სამუშაო დღე. თავარი ადამიანს უნდოდეს. თავარი ადამიანი იყოს მონდომებული და შანსი არსებობს ვერ გაიგოს, ვერ გააკეთოს. ასე ნამდვილად არის ძვირი კი რა, ხო გეუბნები ფია. სოლარიზეს უნდა ყველაზე მეტად მიყვარს იმ წარმატებები ძვირფასო, ნათია მეც ყველაზე მეტად მიყვარს. ირმა ელენეს მამა დაიღუპა გისამძიმებთ კი ძვირფასო დაიღუპა და რავი ძალიან გამიცადა, იმიტომ რომ საერთოდ არ მეგონა არ მოველოდი.
ჯვარის წერია ლიას და ერთი წლის ლიაზე პატარა არის. იყო. და რავი, ძალიან ჩემთვის ახალგაზრდა, მე ვფიქრობ, რომ ახალგაზრდაა და ბატონმა ძალიან ჯეროდა, რომ გადარჩებოდა, რა ვიცი. რა ვთქვა. დღეს უნდა წავიდე სამძიმარზე. იკა ისვენებს და დღეს მეორე ნახევარში უნდა წავიდე სამძიმარზე. ელენე სამჯერ დაურეკე, არც ერთხელ არ მიპასუხა. მე ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნე. გავქნა. ხმოვანი შეტყობინებით კი არ უსამძიმრებენ ასეთ ამბავს, მაგრამ სულ არაფერს ჯობს. და დღეს კი სამძიმარზე მივალ. არ წახვიდე მაშინ. დღეს მე ყველა ვარიანტში უნდა წავიდე იქ, იმიტომ რომ როდის გაასვენებენ? ხო, პარასკევს არ არის ხო, მე გასვენებები? შაბათს? ლია უკვე მესამე დღეა იქ არის. შაბათი რამდენი დღე გამოდის? შაბათს არის ხო? ანუ შაბათს ვერ წავალ. დღეს უნდა წავიდე აუცილებლად. შაბათს მუშაობ. ხვალაც. შეუჭამია ის პური. ხლებწიმიანი, არაქისიანი. შეუჭამია ბონის. როგორ უყარ? ой, საკაიფო წვიმს. მარიამ, ნინი ლამაზოდი გამშვიდობისა ბედნიერი დღე წარმატებული. ხო. ირმა, მშვიდობიანი ლამაზი და წარმატებული დღე საყვარელო. მადლობა ძირბაზო. ლელა, დილა ბედნიერი, ნი წარმატებული მიყვარხარ. მადლობა ძირბაზო. ქრისტინე, წარმატებები მუდამ ნინი მიყვარხარ. მადლობა. თინათინ, წარმატებები მარათონში. ვაიმე ძალიან დიდი. მაი საქართველო, აბაჟაიუ вас моя госпожа. როგორ მეცინება. მადლობა. ხმარ აქვს ვიდეოსო, როგორ არა აქვს უბრალოდ ნინი მუპასხა ჩემთან აქვს, ანუ თავიდან ვიდეო ახალი დადებული როა, შეიძლება არ გქონდეს 1-2 წუთი. ეკა რა საყვარლები ხარ მშვიდობაში ყველაფერიო, მადლობა ძვირბაზო. კიდე ფეხსაც მრისყიდვაც მინდა. დღეს პეკინზე უნდა წავიდე და უნდა შურში ვიყიდი, მაგრამ შეიძლება სამძიმარზე რომ მივდივარ, ეგეც დროს ყიდვა ფეხსაც მრის, ჯერ ვიყიდო და მერე მივიდე თუ მერე რომ გამოვალ მერე ვიყიდო, შეიძლება? მე მჯერა ეგეთი რაღაცეების. საოცარი ხარ და შვილებიც ასევე, მადლობა ძირფასო, ნინო. ყველას დიდი მადლობა. მერტო როგორ მიქმნის განწყობას, ის როგორ მიყვარს. კარგია. სანგემლე ვჭამე. ეხლა უნდა მოვამზადოთ მე და თქვენ აჯაფსანდალი. ეხლავე უნდა დავიწყო, იმიტომ რომ მერე აი წასასვლელი ვარ დღის მეორე ნახევარი, ну სადილი უნდა იყოს სახში რა. ხო და ამიტომ ეხლავე უნდა დავიწყო, მაგრამ ჯერ ნახეთ მე, ანუ პირდაპირ კი ვერ წავალ ხა დაჯაფსანდალის კეთებას ვერ დავიდებ. ჯერ ჯგუფში მაგ დასაწერი ერთი ვიდეო და ერთი პოსტი, ან ერთი ხმოვანი და ერთი ვიდეო. ეს ვიდეო მაგ გასაკეთებელი და დასადები თქვენთვის და მერე უკვე საჭმლის მომზადება. პროცესი წარმოგიდგენთ. ეხლა იქამდე რაც გავაკეთებ.
გადმოვალაგებ საჭმელებს, რომელიც უნდა პროდუქტებს, რომელიც დამჭირდება და ადამიანს, რომელიც ამ წუთას სახშია და არაფერს არ აკეთებს, ხო, რომ გამიფრთხნას და გამიმზადოს. რომ სანამ მე ამ საქმეებს ვაკეთებ, ის დამხვდეს გამზადებული, რომ მე პირდაპირ დავჭირა, ჩავყარო და საჭმელი მოვამზადო. აი ეს ერთად ეწყობა ქარავანი. სხვანაირად არ გამოდის და ეს არის ზუსტად ერთმანეთის დაფასება, გვერდში დგომა და სიყვარული. ანუ იმის კეთება, რაც საჭიროა და რაც შეგვიძლია იმ მომენტში. всё. არ არის საჭირო რაღაცა მთა აიღო და გადადგა. ეს არის რეალურად დიდ პროცესში მთის გადადგმა ეს არის. როცა ყველა თავის ხელს შეგაშველებს თითო ხელს. აი ხა მაგალითად ანდრია წავიდა პური აი ამ წვიმაში, გარეთ წავიდა, იქ პურს მოიტანს, ბავშვს რაღაცას მოუტანს, ანუ მე წასვლელი აღარ ვიქნები. იქა დამეხმარება რომ ეს პროდუქტები დამიფრთხნას, რაც არის გასაფრთხნელი. მე ამ დროს ვიმუშავებ და მე ისა საჭმელს გავაკეთებ და ეს საქმეები, დიდი საქმეები გაკეთებული მექნება. სწორი დელეგირებით დიდი საქმეები კეთდება. ამას რა თქმა უნდა სწორი ადამიანი ჭირდება, არასწორი ადამიანი ხელს შეგიშლის, ნერვს მოგიშლის, გვერდში არ დაგიდგება. არასწორი ადამიანის იმედი ვერ გექნება ვერასდროს ვერაფერში. მაგას მარტო ყოფნა ჯობია. ხელის შემშლელი მაინც არ გიყოლება. დაგოცეთ. კარგი დღე, დალაიქეთ ვიდეო, მოიწერეთ არხი ძალიან ბევრი სიახლე და სიმაგრე. გელოდებათ თქვენც, იმიტომ რომ მთელი ჩემი ცხოვრება იცვლება და ეს არხი რაზეა? ეს არხი ჩემს ცხოვრებაზეა. დაგოცეთ.